მოგესალმებით ყველას. დღეს ძალიან საინტერესო თემა უნდა განვიხილოთ. შეიძლება ყველა ვიცით ამ თემის შესახებ, მაგრამ როდესაც ვამუშავებდი და ვკითხულობდი ამ თემის ირგვლივ, კიდევ და კიდევ უფრო მეტად იხსნება ეს სულიერი სამყარო. დღეს არის მადლით გამართლებაზე, გადარჩენაზე მადლით და რასთან არის ასოცირებული ეს სიტყვა მადლი და როგორ ვრცელდება ეს მადლი ჩვენ მყოფებისთვის, ქრისტიანებისთვის, ვინც ვიმყოფებით ქრისტეში და ურწმუნო ადამიანებთან მიმართებაში როგორ არის ეს ყველაფერი. ესე იგი, იმისთვის რომ ადამიანს ეპატიოს ცოდვები, საჭიროა ის ვიღაცამ გამოისყიდოს სატანის ძალაუფლებისგან. ეს ძალაუფლება ბოროტს სამართლებრივად აქვს ადამიანზე, რადგან ადამიანი, როდესაც ცოდავს, ამით ნებაყოფლობით ექვემდებარება სატანის სამეფოს. ჩვენ გამოსყიდულები ვხდებით იესო ქრისტეს სისხლით, მაგრამ ეს ხდება მადლით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომლის ცოდნა და აღქმა არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქრისტეს დახსნის აქტი განხორციელდეს ადამიანის ცხოვრებაში. ახლა ესე იგი ვისაუბრებთ მადლის შესახებ, სამწუხაროდ ამ სიტყვის არასწორად და ხშირად იყენებენ სხვანაირად ამ სიტყვას სასულიერო პირები და ადამიანები რა ამ ქვეყნიური პრაქტიკაში. მაგალითად ამბობენ წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოს, მიწის მადლი შეგეწიოს და ასე შემდეგ, ღვინის მადლიც არსებობს. უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ამ სიტყვის ხმარება შეიძლება მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში და იესო ქრისტეს ძალით, მხოლოდ იესო ქრისტესთან მიმართებაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს სიტყვა. სხვა საგნებთან და სულიერ პიროვნებებთან მისი ხმარება გაიგივება არის სრული აბსურდი. ამ სიტყვას უდიდესი ძალის უარყოფა. მადლი ბერძნული ხარის ქართულად ითარგმნება როგორც დაუმსახურებელი საჩუქარი ან ღმერთის კეთილგანწყობა. როდესაც ვამბობთ, რომ მადლით გვაქვს გამართლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გვეძლევა დაუმსახურებლად, არ გვჭირდება მაგაზე მუშაობა და ზრუნვად. ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან, რომ გავამიმუშაოთ პატიება. ის ასევე არ გავალდებულებს, არც გვაძალებს, რომ მოვითხოვოთ და გამოვილოცოთ ეს საჩუქარი ჩვენთვის. ეს საჩუქარი არ ეძლევა ადამიანებს დამსახურების გამო, მათი შესრულებული საქმეების აწონდაწონით. ის გვთავაზობს თავის პატიებას უფასოდ, უსასყიდლოდ. ღმერთი გვეუბნება, რომ მისი მადლის გამო ის გვამართლებს ჩვენ. ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ გავიგოთ ღვთიური პატიების შესახებ, თუ არ ვიცით, რას ნიშნავს იყო გამართლებული მადლით. თანამედროვე ეკლესიების ერთ-ერთი პრობლემაც სწორად ეს არის, რომ ყველა ქრისტიანი ვერ აღიქვავს, თუ რა არის მადლით გამართლება. ამიტომ ცდილობენ სხვადასხვა რიტუალებით და კეთილი საქმეებით ღმერთთან გულის მოგებას. ეს არის გამოიხატება იმით, უფალო შეგვიწყალენ, ამბობენ ძალიან ბევრჯერ, ან აკეთებენ დაუსრულებლად მეტანიებს. საქმეებით, მოქმედებით ვერ მოიგებ ღმერთის გულს და ამიტომ ვერ მიიღებ გამართლებას. მას მხოლოდ შენი გული აინტერესებს. როდესაც აღიქვა მადლით გამართლებას და ღმერთის გულს, მის სიყვარულს, მოგეცემა ჯვარცმის რწმენა, შეიცვლება შენი გული და ემსგავსები ქრისტეს სიყვარულში და ამის შემდეგ შენგან იდინებენ კეთილი საქმეები. შემდეგი ეტაპი უკვე ცოდვების აღიარება და პატიებაა. დავსვათ კითხვა, მაშინ როდესაც ჩვენ ზეციდან ვიშვით და მადლით საჩუქრად მოგვეცა გამართლება, ვართ უკვე მართლები ღმერთის წინაშე. მაშინ რატომღა წერია, რომ გამართლების შემდეგ ჩვენ უნდა ვაღიაროთ და მოვინანიოთ ჩადენილი ცოდვები? პირველი იოანე 1:9 წერია, თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის
ერთგული და მართალი მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენს ყოველგვარი უმართლობისგან. ეს რომ გავიგოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვადასხვა მოვლენა ურწმუნოსათვის პატიება და შესაბამისად მისი გამართლება და სხვა არის უკვე ქრისტიანებისთვის, ანუ ცოდვების აღიარება და მისი პატიება. ანუ სხვადასხვა რამეა ურწმუნოსათვის და უკვე ვინც ვიმყოფებით ქრისტეში. ორი სხვადასხვა რამ არის. როდესაც ჩვენ ვიყავით ურწმუნონი, ღმერთის წინაშე ვიდექით ისე, როგორც დამნაშავენი დგანან მოსამართლის წინაშე. ჩვენ დავარღვიეთ მისი კანონი, ცნებები და ამის გამო ვიყავით დამნაშავენი, ჩვენ და ღმერთის დამოკიდებულება წყდებოდა კანონის დონეზე. როგორც კი ვირწმუნეთ იესო ქრისტე და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის მოხდა გოლგოთის ჯვარზე, ჩვენ გვეპატია ცოდვები, ვიშვით ზეციდან და გავმართლდით, გავხდით მართალი ადამიანები. ანუ ჩვენი ცხოვრების ამ წერტილიდან შეიცვალა ჩვენი და ღმერთის ურთიერთობა, შეიცვალა ჩვენი სტატუსი, დამოკიდებულება ღმერთის წინაშე. მოსამართლე ღმერთი გახდა ჩვენი მამა, ხოლო ჩვენ ყოფილი დამნაშავები, მისი შვილები. ამინ. რადგან იესომ ჩვენი ცოდვები აზიდა ჯვარზე, ჩვენი დანაშაულის სტატუსიც გაქრა. შესაბამისად, სასამართლოს და მოსამართლის აუცილებლობაც გამოირიცხა. ჩვენ უკვე ღმერთის წინაშე სასამართლოში კი არ ვდგავართ მრისხანე პროკურორით თანდასწრებით განაჩენის მოლოდინში, არამედ ვართ მამის ოჯახში, სიყვარულისა და მზრუნველობაში გახვეული. როდესაც ჩვენ მოგვეცა გამართლება იესო ქრისტეს რწმენით, ამ დროს საქმე ეხებოდა ყველა ჩვენი ცოდვის გაუქმებას, იესოზე გადაცემას სასამართლოში, ოფიციალური კანონის ჯულის დონეზე. ხოლო გამართლების შემდეგ ჩადენილი ცოდვების მონანიების დროს უკვე საქმე გვაქვს არა სასამართლოში, საჯულის წინაშე გამართლების ვერდიქტთან, არამედ ჩვენი როგორც შვილის მონანიებასთან იესოს სისხლის ძალით მამის ოჯახში. ამიტომ არის დაწერილი ურწმუნო ადამიანზე, ყველანი რისხვის შვილები არიან, ხოლო ზეციდან შობილებზე გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს. ეფესელთა 2:3, რომელშიც ოდესღაც ჩვენ მიმოვდიოდით ყველანი ჩვენი ხორციელი გულის თქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის რახვათა ნებას და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები. ებრაელთა 4:15-16, ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა. ამიტომ გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისთვის. ამჩნევთ ხო განსხვავებას, ესე იგი მნიშვნელოვანია აღვიქვათ მამის მადლიანი ოჯახი. ეს ზეციური მამის ოჯახში არის მადლი, კეთილგანწყობა, ხოლო ოჯახის მიღმა მოქმედებს კაცრი და უკომპრომისო კანონები. ურწმუნოთათვის მოქმედებს სჯულის დაუნდობელი კანონები, რომელიც ხოლო ღმერთის სამეფოში ყველაფერი წმენითა და სიყვარულით წყდება. გალატელთა 5:6, ვინაიდან ქრისტეში ძალა არ აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცველობას, სჯულის ულმობელ კანონს, არამედ სიყვარულით მოქმედებს რწმენას. ახლა ჩვენ უკვე ვართ გამართლებულები ღმერთის წინაშე, როგორც საჯულის მიმართ, ამ გამართლების საფასური გადახდილია. ის არ უქმდება, ამიტომ ჩვენი შვილობის სტატუსი ძალაში რჩება, მაშინაც კი, როდესაც ვცოდავთ. რომელთა რის ერთი, ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის, არა ხორციელად, არამედ სულიერად.
ღმერთის როგორც მოსიყვარული მამის წინაშე თქვენი ცოდვა კვლავაც გულს ტკენს მამას, თქვენი უკეთური საქმეები ხელს უშლის მამასთან ურთიერთობაში ცოდვა ბარიერად დგება მამის მფარველობისა და წყალობის მისაღებად და სატანას სწორედ ამ დროს იხელთებს დროს. ამიტომ უნდა ვიფხიზლოთ, ამიტომ აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, მოვინანიოთ და ვიყოთ ნაპატიები მამის მოსიყვარულე გულის შესაბამისად, რათა ჩვენი ურთიერთობები მამასთან იქნეს აღდგენილი და ღმერთის წყალობამ უხვად იდინოს ჩვენზე. როგორ ვინანიებთ, რა თქმა უნდა, უპირველესად ვაღიარებთ ჩვენ ცოდვებს, სიტყვა აღიარება, აღსარება ნიშნავს გამოწყდეს შენს ცოდვებში. ჩვენ ვაღიარებთ და ვინანიებთ ჩვენს ცოდვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეთანხმებით ღმერთის აზრს, ჩვენი ჩადენილი ცოდვის შესახებ, ჩვენ ვუყურებთ ჩვენს ცოდვას ისე, როგორც უყურებს ამას ღმერთი. ჩვენ ვამბობთ, მამა, მე ვწუხარ, რომ შენ დაგანაყვლიანე ჩემი საქციელით, მე ხვდები, რომ არ ვარ მართალი. ეს არ უნდა გამეკეთებინა, მე ვითხოვ შენგან პატიებას. მადლობას გიხდი იესო, რომ შენი უმანკო სისხლი ფარავს ყველა ჩემს ცოდვას. როდესაც ჩვენ ვაღიარებთ და ვინანიებთ ჩვენს ცოდვებს მოდრეკილი და შეძრწული გულით, მაშინ ღმერთი თავის დანაპირებს ასრულებს აუცილებლად. 1 იოანე 1:9 თუ ვაღიარებთ ჩვენ ცოდვებს, მაშინ ის ერთგული და მართალი მოგვიტევებს ცოდვებს და გაგწმენს ყოველგვარი უმართლობისგან. ღმერთი გპატიობს და გწმენს ჩვენ ყოველგვარ უმართლობისგან და ხელმეორედ აღვადგენს მასთან ურთიერთობაში, რომელიც არის მისი წყალობის და კურთხევის დინების საფუძველი. შემდეგი ეტაპი კიდე ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ მივიღებთ ამ ყველაფერს ჩვენ. მერე უკვე ჩვენი გადასაწყვეტი ხდება და დაფიქრება გვმართებს ამ ყველაფრის შემდეგ. ადამიანები ხშირად კითხულობენ, თუ ჩვენ უკვე გამართლებულები ვართ, გაცხადებული ვართ ღმერთის თვალში, როგორც მართლები და ეს უკვე ვიცით და ამ გაგებით ვცხოვრობთ, ხომ არ გვიბიძგებს ეს იმ განწყობისკენ, რომ მოვდუნდეთ და აღარ გქონდეს სწრაფვა წმინდა ცხოვრებისკენ. ამის პასუხი, რა თქმა უნდა, არის არა. მსგავსად, როდესაც შენ გაიგებ ჭეშმარიტებას, გინდა რომ ყველა შენ საყვარელ ადამიანზე მიიტანო ეს და ამას ამიტომ კი არ აკეთებ, რომ რელიგიურმა ორგანიზაციამ დაგავალა და საათებს კი არ ითვლი, რომ დამოწმების ლიმიტი შესრულდეს, როგორც ზოგიერთი რელიგიურ ორგანიზაციაში, არამედ ეს შენი შინაგანი წყურვილია, დახსნილი და გამართლებული იყოს შენს გვერდით მყოფი ადამიანი. ამინ. ჯულის მიხედვით ძველი აღთქმის დროს სწორი ცხოვრების მოტივი იყო სასჯელის შიში. მაგრამ მადლის ეპოქაში, ახალ აღთქმის პერიოდში წმინდა ცხოვრების მოტივი არის შინაგანი სურვილი, ასიამოვნო ღმერთს და გამოხატო მადლიერება მის მიმართ. ასე რომ აღქმა იმისა, თუ რანი ვიყავი და რანი ვარ დღეს, იესოს მადლით გვაძლევს სურვილს და мотивაციას დავემსგავსოთ უფრო მეტად იესოს. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი სიწმინდიდან სიწმინდეში გადასვლის, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ არის ზეციდან შობილი, მისი სული არ არის განახლებული. ამიტომ ცოდვების პატიება არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ეს გვიცავს ჩვენ ბოროტისაგან. აი როგორ ყველაფერი ჰარმონიულად და შერწყმულად არის უფლის სამეფოში. ყველაფერი ნებაყოფლობით არის და ყველაფერი ისე ლამაზად არის აწყობილი და რაც მთავარია კანონზომიერად. ამიტომ ჩვენ უნდა დავუკვირდეთ ამ კანონებს და მოვიქცეთ ამ კანონების ქვეშ, რომ ჩვენზე იდინოს უფლის მადლი უხვად. დიდება უფალს, მადლობა.